მოგესალმებით მეგობრებო. რაღაცნაირი მოგვიშული ამინდია, მაგრამ ძალიანაც არცება. ეხლა მივდივარ ქევანიშვილის კლინიკაში და იქიდან გავიქცე ლილოში. უნდა მოვასწრო რამენაირად გავიქცე. რამენაირად გადავიქცე. ეხლა ვამბობდი არცება თქო, მაგრამ ცოტათი ციკა. მაგრამ ისეთია, გაუძლებს კაცი. ალექსანდრე დავუტოვე და ჩემს ხოდა მე წავედი ჩემს საქმეებზე. დობის ვაბუძე. წავედი ქევანიშვილის კლინიკაში და ნამდვილად უკეთეს ველოდი. აი, უკეთეს კი არა, ბევრად უკეთეს ველოდი. რა ვიცი, მე საფრთხეა. იცით როგორი შეგრძნება მაქვს? კონსულტაციას გავივიზაზე ექიმთან, მაგრამ ოპერაციას მე მგონი აქ არ გავიკეთებთ. იმიტომ რომ ნამდვილად ვისურვებდი, რომ უკეთესი ყოფილიყო. უკეთესი კი არა, ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო. ვიცი, რაღაცნაირად ახლა ზონაში ბიჭերը ტერიტორიულად არის ვაგზალზე, კაი მაგას ვინ შევის, მაგრამ უკვე ჩემში ანტისანიტარია სიტყვას ვიხდებით. მოკლედ არ ვიცი რას ვიზამ. ლიფტები არ ნიშნავს. არ ვიცი, წავედით მეგობრებო ლილოში. 10 წუთია, მაგრამ დაახლოებით 5 საათი იყო, თუ 6 იყო, მე მგონი სახლში რომ დავუბრუნდი. დღეს რაღაცა ძალიან გრძელი დღე მქონდა. 11 საათზე გავედი სახლიდან და მე მგონი 6 საათზე შემოვედი, მაგრამ ბევრი რამ ისეთი საჭირო რამ გავაკეთე. და მე უკვე მყავდნენ სტუმრები, ჩემი მამიდადა და მისი იყვნენ ამოსულები და ყავე, ჩაი, ტკბილეულობა, გემრიელობა, ჭამეთ, მივირთვით ყველაფერი და გოგოებიც გავაცილე. ვიყავი ლილოში, მოდი ჯერ ლილოზე ვილაპარაკოთ. ვიყავი ლილოში, ძალიან ბევრი ხალხია, ყველა ყიდულობს ნაძვის ხეის სათამაშოებს, ნატურებს და არის მთელი ამბები. იქ არის ყველაზე მეტი ხალხი და საბავშვო საჩუქრებში ყველაზე მეტი იქ არის, იმიტომ რომ საბავშვო საჩუქრებში ან სათამაშოებში უბრალოდ მეც გავიარე, იმიტომ რომ ჩემ შულს მოთხოვნა აქვს თოვლის ბაბუსთან გეცოდინებათ ესეთი თიხის სათამაშოები არის, რომელიც შენ თვითონ უნდა შეღება ის აღებავები რომ მოყვება და წარმოგიდგენიათ ლილოში ვერ ვიშოვე. ვიფიქრე რომ მეთქი ლილოში ვიყიდი თქო. იმიტომ რომ დედაჩემსაც უთხრა შენთან რომ თოვლის ბაბუ მოვაო, იმანაც ეს ორი მინდაო რა მოკლედ და ჩემთანაც რომ მოვაო, ანუ ორი ცალი მინდაო და მეთქი თუ ლილოში იქნება, შესაბამისად უფრო იაფიც იქნებოდა და მეთქი ვიყიდი თქო, მაგრამ არაფერიც არ იყო. ასე რომ აწი უნდა მოვიძიო ვნახო უცბად პეპელაში და მსგავს მაღაზიებში და თუ ვერ ვნახე აქ, გამოვიწერ ვალდბერისზე ნამდვილად არის. მე ვიყავი წასული ნაჭრები წამოვიღე, ჩემთვის რაღაცები, შეკვეთები მქონდა, კიდევ დღეს წავიღე შეკვეთები და მოკლედ ესე აქტიურად ვმუშაობთ მეგობრებო, იმიტომ რომ ახლა ისეთი პერიოდია, აუცილებლად საჭირო არის მოკლედ მუშაობა და შეკვეთები ჩემთვის. ხო, შემდეგ, ანუ ყველაზე მთავარი, იცით რომ ვიყავი ქევანიშვილის კლინიკაში. წინაზე ინსტაგრამზე რო ვიკითხე, ასე და ასე, ყველა უკლებლებ არა, იყო რამოდენიმე ადამიანი, ძალიან ბევრი შეტყობინებაში მომივიდა და რამოდენიმე ადამიანი ურჩევდა სხვა კლინიკას რეკომენდაციას. დანარჩენები თითქმის ყველა ერთ და იგივე წერდა ქევანიშვილი, როგორ არის ქევანიშვილის კლინიკა, მოკლედ რო ვთქვათ, ქევანიშვილის კლინიკა. ეს არის სპეციალიზირებული კლინიკა, ყელყუცხვირის რაღაცა ეს სნეულებათა ცენტრი, მოკლედ რა ვიცი, გრძელი დასახელება აქვს. ხო და ვისურვებდი რომ ყოფილიყო უკეთესი, მაგრამ ნახეთ ახლა არ მინდა ცოტა ისე გამომივიდეს ნათქვამი, რომ ანუ რაც ვერ ვნახე ბოლომდე კარგად და არ ვიცი, არ მინდა წინასწარ ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ რაც ვნახე ესე, რაც მივედი ანუ როგორ არის იცით? მე მეგონა ეს იყო კლინიკა, ანუ ერთი დიდი კლინიკა. მე ასე მეგონა.
და ამ შენობაში რომ შევედი, ჯერ დავდივარ, ჯერ ანუ მე მეტროც წავედი და მომიწია ღმერთო ჩემო ადგილების გავლა, ზოგადად ან ვაგზალი ჩემთვის უდრის ანტისანიტარიას, სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ. რა ვქნა, ასეთი შეგრძნება მაქვს. ანუ всё, ეგრევე უსუფთავობას გრძნობ. შემდეგ მომიწია ისეთი მით გავლა ბილიკით. ანუ მეტროდან ამოვედი, ჟიუ მთელი ამბები ხო ხვდებით რა ვიწყდება. იქ ის კარჩ ეს ამ კლინიკას არაშუაშია, მაგრამ იქით ის ნაგავს ყრის, იქ მანდარის ცხვრის ვიღაცა და ასე ყრის და მოკლედ მთელი ამბები. ხო და მე რომ მივახლოვდი ამ კლინიკებს, დაახლოებით ადრე მახსოვდა რომ მანდ იყო რაღაცა კლინიკა. დაახლოებით ასე თოდუას კლინიკა, მე როგორც მივხვდი. ხო და რაღაცა შენობები ხო დგას, ზოგი დანგრეულია, ზოგი უბედურება, რა ვიცი, მოკლედ მთელი ამბებია, აი გეფიცები რაღაცა ბარაკებს გავდიოდი თქო, ისეთი შეგრძნება მქონდა. და ამ შენობაში რომ ანუ ჯერეთი ვეძებ კაცო არც ერთს არ აწერია ანუ ის სახელი სადაც მე მივდივარ. მეთქი სად ვარ, რა ხდება ხო სწორად მოვედი ერთხელ საბერძნეთში რომ დამემართა ეგეთი ხო არ დამემართა თქო. მე სხვა ადგილას ხო რომ და ანუ არ არსებობს თქო რანაირად თქო დავდივარ ვეძებ მე ეს კაცი სტაიანშიკი ვკითხე რომ მეთქი სად არის მეთქი ეს ქევანიშვილის კლინიკა აგერ შევბრძანდითო და მე 6 სართულზე აბრძანდითო. შევედი ამ შენობაში. შევედი და ველოდებით ლიფტები არ მუშაობს. სუპერ. ქალი მოიყვანა შვილმა, ვაიმე ისე ცუდად იყო, ისაც დავი ფეხზე ძლივს, იდგა და მოუწია ფეხით ასლა, მაგაზე ცალკე ნერვები მომეშალა. ავედი და უკვე რომ მივდიოდი, უკვე არ მომწონდა. ხო და იმას ვამბობდი რომ ანუ ერთ შენობაში ყველა სართულზე რაღაცა კლინიკებია, როგორ ანუ ასე მივხვდი მე, იმიტომ რომ ესე ეწერა იქ. მე-6-ზე იყო ისა. შევედი ძალიან ბევრი ხალხი იყო, ზოგი იქით მიგდებული, ზოგი აქეთ მოგდებული, რაღაცა ძალიან დაღლილები რო იყო და მეთქი всё, ახლა უეჭველი აქ ძალიან უეჭველი რიგები, ანუ ვიცი რომ ზაზა ხუციშვილთან არის ძალიან დიდი რიგები და ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 9-დან 12 საათამდე შეგიძლიათ ჩადგეთ ცოცხალ რიგში, ანუ ჩაწერა არ არის. ეს ძალიან სწორად გამიგოს კიდევ ყველა მე მაბადეთ, მაგრამ ცოტა არაპროფესიონალურიც მიმაჩნია, რატო არ არის ჩაწერთ, ანუ ყველაფერი რატო არ უნდა იყოს ასეთ ექიმთან ყველაფერი გაწერილი სწორად რატო არ უნდა იყოს. ანუ მეტი მოთხოვნა სიტყვაზე თქო დრო ანუ ვერ ხვდები რომ ჩემამდე არ დადის რატო არ არის ჩაწერები. ეს ხომ ყველაფერი დაალაგებულად იქნებოდა და ასე აღარ იქნებოდა, ის რიგში უნდა მიხვიდე, იქ ადრე უნდა მიხვიდე, ხალხი თურმე დილის 6 საათზე დგება და ნუ უბრალოდ გადავწყვიტე ასეთი რამ. ბევრი რო არ ვილაპარაკო. ვისურვებდი რომ ყოფილიყო ბევრად კარგი კლინიკა, მაგრამ კიდევ ვამბობ იმას, რომ შიგნით ანუ მე ვიყავი მიმღებში თუ რაღაცა იმაში. არ ვიცი, იმის იქით რა ხდება, არ ვიცი. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მაქვს ასეთი რამ. რახან ამ ექიმს ასე ძალიან აქებენ და ეს ექიმი არის რაღაცა ზესასწაული, ამიტომ გადავწყვიტე რომ ალექსანდრა მივიყვანო კონსულტაციაზე და მისი აზრიც მოვისმინო. ის კი არა რომ მოვდიოდი გეფიცებით, ცოტა მეტირებოდა კიდევაც რომ რა ვქნა თქო, რასაც წავუყენო ბავშვი თქო. უბრალოდ აი პირდაპირ ვიტყვი რომ იმ ადგილას მე რო ალექსანდრა მივიყვანო, ძალიან არ მოეწონება, ისედაც ეშინია გლანდების ოპერაციის გაკეთების და ეს რო დაინახოს, ზუსტად ვიცი რომ ძალიან დაიტრგუნება, ანუ მე დავითრგუნე და წარმომიდგენია ბავშვი ანუ ზუსტად ვიცი ჩემ შულს ეს არ მოეწონება. ხო და რა ვქნა რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რა გავაკეთო, სად გავუკეთო, სად არის კარგი, სად არის ხო ხვდებით 1000 აზრია, 1000 რჩევა, 1000 რაღაცა არის და უკვე აი ესეთი ამბავი მაქვს თავში. აი იცი რა, მართლა და მართლა მედიცინა ჩვენთან ფასიანია. ნუ თუ ასეთი კლინიკები ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
შიგნით ჩახედული არ ვარ და არ ვიცი რა ხდება და შეიძლება რომ მივალ ზაზასთან ძალიან მომეწონოს თვითონ ექიმი და მაგის გამო კიდევ რაღაცა დავთანხმდე. მოკლედ არ ვიცი მეგობრებო რა გითხრათ, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ. აი ძალიან დაბნეული ვარ და ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ რა ვქნა. აუ! Что? Какие? Ай, не, გადამრევს ეს ბავშვი. Почему? მივდივართ რა, ну, მივდივართ, ოღონდ ვერ გავედით. გავედით როგორც იქნა 11-15 წუთზე. ახლა არის ხო გუდანიდან. ახლა ზუსტად არის 11:09. 22 წუთს გვიწერს. ჩვენ რომ მივალთ 1 საათში ექიმი მუშაობას ასრულებს. თან ექიმი რომელიც თურმე ყველაზე მოთხოვნადია. ამასთან რიგებში დგებიან დილის 6 საათიდან. და ჩვენ გვინდა რომ 1 საათში შევიდეთ, ანუ ის რიგი მოსტუმრებული იყოს, შევიდეთ, კონსულტაციაც გავიაროთ, თუ ჩასანიშნია ოპერაცია ჩავნიშნოთ. გულიანად უნდა გააკეთოს კონსულტაცია. მაგრამ შენ იცი რომ მე იმედით მივდივარ, რომ აი ეს თავის საქმის პროფესიონალი და მეტყვის რომ ბავშვი საოპერაციო არ არის. აი მე მაგ იმედით მივდივარ, ოღონდ მართლა რომ მეტყვის, რომ იცით რა არის, აი ცოტა ხანი დრო მიეცით და გადაიზრდება. ძალიან მინდა ეგრე მითხრას. მანქანა ნახე. აი მე შემიძლია. მოკლედ აი ესეთი ამბობი. საცობია. საცობია უშველებელი. მაგრამ ჩვენ მივდივართ ქევანიშვილის კლინიკაში. განემარტო ერთი ბავშვი მიყავს, 2 მიყავს. ერთი უფროსი გოგო. მეორე უმცროსი. ხო, მარიც მიყავს. აკითან. მე დავაწალე რომ საოპერაციო აქვს გლანდები. მე გადავუწყვეტე რომ საოპერაციო აქვს გლანდები, უეჭველი რა აწუხებს და ხო ხდები ანუ ბევრ რაღაცას ვნებს და ამიტომ მე გადავუწყვეტე რომ გჭირდება ქევანიშვილის კლინიკა. ის კაცი მაინც და მაინც. კი, ზაზა ხუციშვილი, ბატონი ზაზა ხუციშვილი. დაიმახსოვრე. ხაცი რო იციან ხოლმე. ვაიმე, ღმერთმა გამომიგზავნა მისი კოლი ალექსანდრას. ერთი ლიფტი მუშაობდა მარტო, მაგრამ რიგი ქვევით გარეთ მთავრდებოდა. ამიტომ კლინიკაში სიგარეტს მინდა წავა რა საინტერესო. კლეთ წინაზე ხო ბლოგი გადავიღე რა თქმა უნდა, მაგრამ არ დავდე, სანამ კიდევ არ გადავამოწმე. ეხა ისე ამ კიბერზე ჩამოვდივარ, მოიცადეთ, კაც რაღაც წვიდა. ეხლა ისე ამ კიბერზე ჩამოვდივარ. და ვფიქრობ, რომ მოდიხარ? მამი, მოდიხარ, მამი. ხო და მაინც იდიოს ვფიქრობ, რომ არა. ამ კლინიკაში ალექსანდრას მე ოპერაციას არ გავუკეთე. ნახეთ რა კარგია მან. აი ეს ნახეთ როგორია. ჰელსი. ეს კაია. მაგრამ რო გამოხვალ მე ექიმთან ვიყავით. ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელი კაცი იყო და დედაშვილს გული დაწყდა. ძალიან კარგად მიიღო ალექსანდრა, ძალიან კარგად გასიჯა. და გითხრა რომ საოპერაციოა, ანუ გლანდები აქვს ისეთი უკვე რომ ჩირქიანი გლანდები აქვს და საოპერაციოა. ამიტომ ახლა ჯერ ისე ფიქრი მომიწევს ყველაფერზე. რა მეგობრებო, უკვე ვიყავით ექიმთან. რიგები იყო, მაგრამ უფრო დიდს ველოდებოდი, ანუ უშველებელ რიგებს ველოდებოდი, მაგრამ არა. სამწუხაროდ, ანუ დღეს მეორედ ვიყავი ამ კლინიკაში, წინაზე ალექსანდრას გარეშე ვიყავი, დღეს
ჩემ შვილებთან ერთად ვიყავი. მაგრამ მაინც ვერა. ანუ არა, ერთი ვიცი რომ ალექსანდრას ამ კლინიკაში მე ოპერაციას არ გავუკეთებ და რა უნდა ვქნათ, არ ვიცი ჯერ. ისევ კლინიკის ძიებაში ვარ, სადაც გაუკეთებენ ალექსანდრას ოპერაციას. მოვდიოდი და მეგონა რომ მაინც ექიმი მეტყოდა რა იცით რა არის, გადაიზრდება, გადაულის ეს ყველაფერი, მაგრამ არა, მითხრა საზამ რომ ამოსაჭრელი აქვსო და მეთქი არაფერი ეშველება თქო რომ არ ამოვიჭრათ და ვიმკურნალოთ თქო და არაო. აი ესე მოგიწევთო მკურნალობა ანტიბიოტიკით დააწვალებაო და მეთქი არა აღარ მინდა. ამიტომ ისევ ძიებაში ვარ კარგი კლინიკის, სადაც იქნება კარგი სპეციალისტიც და მშვიდად გავუკეთებ ალექსანდრას ოპერაცია. Да, видишь, какая пробка. და წინაზე ბლოგში წინა დღეს რომ ვიყავი მოსული, რა თქმა უნდა დავიწყე ბლოგის გადაღება. რა ხდება, მამაო? მაგრამ დადებისგან თავი შევიკავე, რომ მეთქი იქნება რაღაცა არასწორად ვიცი თქო, მაგრამ დღეს მთლად უარესები ვნახე და ამიტომ მარი მე მგონი ჩვენ არასწორად გავდივართ. ერთი გზა. ხო. იქიდან თუ გავალთ. მოვედით ახლა მოვწუნტყით აქ დუბით ჰაუსში. ალექსანდრუშკასთვის უნდა შევარჩიოთ რაღაცები. გაჩვენებთ თქვენს რა თქმა უნდა ყველაფერს. მეგობრებო, დუბიქ ჰაუსში ახლა ალექსანდრუშკასთვის გვინდა შევარჩიოთ რაღაცა ლამაზი რაღაცეები. ძალიან მომწონს აი ესეთი ჯორდანები, ნახეთ როგორებია ულამაზესი სხვადასხვა ფერებში. ალექსანდრას მაგალითად მოსწონს ვარდისფერები და რა თქმა უნდა შევარჩიოთ ვარდისფერში. დედიკოსაც ძალიან მოსწონს ანუ ღია ფერები მომწონს ყოველთვის ალექსანდრასთვის. მირჩევნია რომ იყოს ღია, იმიტომ რომ მუქები არ ვიცი. შავ-თეთრიც ძალიან ლამაზია, სხვათა შორის კლასიკური ვარიანტი, ყოველთვის ძალიან ლამაზად ჩანს. მოიცადეთ ამასაც გაჩვენეთ უცბად იცომას გაჩვენეთ, მაგრამ პატარა ზომები ყოველთვის საყვარელია, ნახეთ როგორი ლამაზია. აი ესეთი შავ-თეთრი. კიდევ ძალიან მომეწონა ალექსანდრუშკა. ძალიან დიდი არჩევანია და ძალიან კარგი არჩევანია სხვათა შორის ფერებში. აი ეს ფერიც ძალიან მომწონს, თეთრი ნაცრისფერში, ყველაფერს რომ მოუხდება, ისეთია. აი ესეთ ვარიანტში ქონდა ალექსანდრას, სხვათა შორის ისე კარგად გამოვიყენეთ, ნახეთ, არის მაღალყელიანიც და არის აი ესეთი დაბალყელიანიც. სხვათა შორის დაბალყელიანი უფრო კაია. ხო? დაბალყელიანსაც კარგად გამოიყენებს, მაგრამ აი ესენი სპორტულებზე თან ეხა მე რომ უნდა შევუკერო ნაცრისფერი ოვერსაიზები, თუნდაც აი ესეთებზე ეხა ალექსანდრას როაცვია, ძალიან ლამაზია ეგეთ სპორტულებზე. კიდევ რა ვნახოთ, ალექსანდრას მოეწონა ჩანთა, ეხლა უნდა გაჩვენოთ. ჩანთების დიდი არჩევანიც არის სხვათა შორის, აი აქ ნახავთ ქვევით. მაგრამ ალექსანდრას ძალიან მოეწონა, უკვე აგერ უდგას ამ чантас და არ შორდება. Да, можно достать, я думаю. Ай ესეთი я самисфери чанта моэцона. Да, чёрный не надо. Давай фиолетовый. Нравится тебе фиолетовый? Это достается, да? Да. Вставай, смотри, как тебе подходит. Покажи, как тебе. Давай сделаем вообще. Давай, раз. Вот так. Давай. Два. Тебе нравится? В школу будешь ходить вот так? Да? Ну, отопления пока не будет, не пойду. Да, хорошо. Повернись, покажись. საყვარლობა ხო? თან მის დაკალსა აქ ესეთი. კიდევ ყოფილა ფასდაკლება ბუცებზე. ვინც ფეხბურთზე დადის, აი აქ ძალიან დიდი არჩევანია. მე 7 ტონალობები როგორც მომწონს, ეგრევე რო წავწე. ვაიმე, ვარდისფერი ნახეთ როგორი საყვარელია. ისე გოგოების ხო დადიან ფეხბურთზე. ნახეთ რა ლამაზია. შიპოვკები ქვია ხო ამათ? ღირდა 129 ლარი და ეხლა ღირს რამდენი? ფასდაკლებაა ხო? ეხლა ღირს 69 ლარი. აი ესეთი ძალიან საყვარლობა. ვარდისფერი და კიდევ აი ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. აი ყველა მინდა გაჩვენოთ ის ფერები, რომელიც მე მომწონს. ესენი როგორი ლამაზია ხო ფერები? ძალიან ლამაზია. აუ ისე სპორტზე თუ შეიძლება ამის გამოყენება. ძალიან მაგარია. არა, ამას ვერ მე მგონი რომ ალექსანდრა რბილებიც არის. ვაიდე, моя сумка упала.
მოკლედ ეს ფერიც ძალიან ლამაზია. მაგრამ სტადიონზე როგორც ვიცი, სულ რაღაცა აი ესეთი ფერები ძალიან ლამაზად. ჩანს რომ დარბიან ხოლმე ბავშვები, რაც მე რო ეხა პატარა ვიყო და გოგო ვიყო, წავიდოდი ალბათ ფეხბურთზე და უბრალოდ აი ესეთ რაღაცეებს შევარჩიოდი და ძალიან კარგად ვირბენდი სტადიონზე. ნახეთ როგორი ლამაზი ფორმაა, ესეთი ვარდისფერი და ძალიან მოუხდებოდა. რა თქმა უნდა. ხო მოუხდებოდა. Ძალიან საყვარლობაა. Что ты? Может, тебе на футбол пустим? Смотри, как красиво будет. Иди сюда. Нет, хорошо. Ладно, ძალიან ლამაზია. ფორმები არის სხვადასხვანაირი. ძალიან დიდი არჩევანია აქაც. კიდევ როგორი გაჩვენოთ. აი მაგალითად ძალიან მომწონს. აი ესეთი. ესეთია. ორიგინალური. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კვარაცხელია. კიდევ რა ვნახოთ? აუ, ესენიც მომწონს. ნახეთ რა კარგია. ჩასიკიცებენ რავეცა. ჩვენი საქართველოს გუნდის ფორმები ხო არის ახლა ესენი? ძალიან ლამაზია. Хорошо, да, сейчас посмотрим, хорошо? კიდევ როგორებია? აი ესეც ლამაზია, მე თუ მკითხავთ. Fly Emirates. Ronaldo. ესეც ძალიან ლამაზია და შესაბამისი ბუცების შერჩევა. აუ, ესენიც როგორი ლამაზია და ძალიან კაი ფასდაკლებებია ეხლა. ესენი ღირს 35 ლარი. Дедико, пусти, пожалуйста. Вот это мне интересно. და კიდევ минус 20% ფასდაკლება. აუ, ეს ფერიც როგორი ლამაზია, ხო? აი ესია სამის ფერი. კიდევ რა გვაქვს? ჩანთები გაჩვენეთ, ბურთები და მსგავსი სათამაშოები არის. ალექსანდრუშკა არ მასვენებს და ძალიან მოეწონა აი ესეთი სპორტული საათი. ოღონდ ჯერ ცნობა ესე არ ვიცით და სად გამოიყენებს არ ვიცი, მაგრამ ძალიან მოსწონს და ძალიან უნდა. ეს ჯანმრთელობას რო აკონტროლებს, ეგეთია თუ სწორად ხვდები, პულს გიკონტროლებს. წნევასაც ალბათ მე ხო არ მჭირდება. კარგით. კიდევ რა ვნახოთ საინტერესო. ყველაფერი ძალიან კარგი არჩევანია. ნახეთ პატარებისთვის როგორი საყვარელი აი ესეთი ბოტასებია. ვაიმე ეს ნახერას, ვაიმე რა საყვარელი ამას უყურე. ძალიან საყვარლობა. კიდევ აი ეს მომეწონა. სუსუ პატალებისთვის გოგო, ამაც უკულე ლაჭკავთ. აი ესეთი საყვარელი. მოკლედ, როგორც ხედავთ, ძალიან დიდი და ძალიან კარგი არჩევანია აქაც. სულ პატარებისთვისაც არის. აუ, ეს უნდა გაჩვენოთ. ამას უყურე. ოკეი, კიდევ სპორტულებია, თბილი უფრო. აი ესეთი. მაგრამ მე და ალექსანდრუშკა ეხა მოსულები ვართ ბოტასებზე, ხო ალექსანდრა? მაგრამ საათი მოსწონს ყველაზე მეტად. მე მგონი არც ბოტასები არაფერი არ ჭირდება სპორტისთვის ალექსანდრას. არა და ჩვენ გვჭირდება ფიზკულტურაზე. ამიტომ მოვედით. ფიზკულტურისთვის გვჭირდება ბოტასები და ეხლა შევარჩევთ ალექსანდრუშკასთვის რაიმე ლამას. Вот так. მე და ალექსანდრუშკა ბედნიერად მივდივართ სახლში, ვიყავით დუბიკ ჰაუსში, როგორც გითხარით, შევარჩიეთ ალექსანდრუშკასთვის სპორტისთვის ბოტასები და ალექსანდრამ კიდევ დამატებით თავისთვის შეირჩია რაღაცეები. მაღაზია არის იოსებიძის 60 ნომერში, შეგიძლიათ მოხვიდეთ, თუ ბიჭები გყავთ განსაკუთრებით, აი ეს ძალიან მოეწონებათ. არა აქვს მნიშვნელობა სხვათა შორის დადიან თუ არა ფეხბურთზე, ბავშვები ისე აქტიურად ეზოში თამაშობენ ხოლმე ფეხბურთს ყველანი ერთხმად, რომ ძალიან ისეთი დიდი და კარგი არჩევანია არის ფასდაკლება, როგორც გითხარით და ბუცებზე არის 70%-იანი ფასდაკლება, ხოლო დანარჩენ ყველაფერზე არის 20%-იანი ფასდაკლება, მეგობრებო. ჩვენ დილიდან გაგდებულები. გემრიელად მივირთმევთ. ალექსანდრუშკაც ჭამს, მეგობრებო. ჩემი პატარა. ავიღეთ
ჩიზბურგერი, კარტოფილი ფრი, რაღაცა ახალი соуსი ძალიან გემრიელი. პეპსი მის გარეშე, რა ქვია, ყინულის გარეშე და მარწყვის რა ქვია მაგას? ამას. მარწყვის ბრაკი. ხო. Каваსაც აქვს пирожок, да, спасибо. Вишнёвый, клубничный. Каваსაც ავიღებთ და ეგ არის სრული ბედნიერებისთვის. კაია მარი. ეკრუშკი. ალექსანდრიშკამ თავისთვის აირჩია აი ეს. ჩვენ აღარ ავირჩიეთ. კბილი, იმიტომ რომ გვაქვს იქ Что такое это? მარწყვის ხვეზელი. Вот это будет Авას. вот здесь буквально. და დენი ნაძვის ხერთად მართლა არ მინახავს. აი იქით გაიხედეთ რა ამბავია. სულ ნაძვის ხეებია, ნახეთ. აი ეს ნაძვის ხე მომწონს. აი ეს არის ძალიან ლამაზი. აი ეს. ნახე რა ლამაზია, 1000 ლარი ვირს. ძალიან ლამაზია, მაგრამ ეხა მინდა სულ მწვანე. ძალიან ლამაზია ესეც. ხოდე. წამოდით, აბა იქითაც წავით. აი შევით. სახოწო რაღაცები, წამ. წამოდი. ნახოთ. Силамази. Мити, давай, заходи. Ура! Давай иди.